ყოველთვის, როდესაც ინფორმაციას გაწვდით ხოლმე, ვცდილობ, რომ ვიყო ძალიან ფრთხილი და კორექტული. უამრავი შეტყობინება მივიღე მკერდის იმპლანტებთან დაკავშირებით. მეგობარმა, რომელმაც პირველად გაიკეთა 4 წლის წინ მკერდის იმპლანტი, 3 თვის წინ მოუწია შეცვლა. მან ჩემი ვიდეოდან შეიტყო, რომ პოლიტექის იმპლანტას არ აქვს FDA-ის ხარისხი. გავაკეთე პატარა თვალსაჩინოება იმისათვის, რომ ვისაც იმპლანტის შეცვლა მოუწევს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს იმპლანტის გაკეთება, გააკეთოს სწორი არჩევანი. ეს არის დადასტურებული მონაცემები, ეს არის კვლევის შედეგები. გავაკეთე თვალსაჩინოებისთვის პატარა პრეზენტაცია. ახლა თავად მიხვდებით, რას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს მსოფლიოში მოტივას იმპლანტა არის ყველაზე უსაფრთხო. როგორც ხედავთ, მოტივას იმპლანტის შემთხვევაში კაფსულური კონტრაქტურა დაყვანილია 0.5%-მდე. მაშინ, როდესაც ალერგანის იმპლანტის შემთხვევაში არის 13 და 2, მენტორის შემთხვევაშიც ასევე 13 და 2 და პოლიტექის შემთხვევაში 8.8%. იმპლანტის გახეთქვა ან ეჭვი დადასტურებული შემთხვევები არის მოტივას შემთხვევაში 0.6%, ალერგანის და მენტორის შემთხვევაში 2.7%, პოლიტექის შემთხვევაში 1.8%. ის ტკივილს რაც შეეხება 1.2% არის მოტივას შემთხვევაში, ალერგანის შემთხვევაში და მენტორის შემთხვევაში 8.7% და პოლიტექის შემთხვევაში 1.9%. იმპლანტის ამოღების შემთხვევაც ყველაზე ნაკლები დადასტურებულია მოტივას შემთხვევაში, მაშინ როდესაც ალერგანის და მენტორის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია 9.6 და პოლიტექის შემთხვევაში 5.2. ნებისმიერი გადახსნა, დახურვა და ასე შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მოტივას 8.8%, მაშინ როდესაც ალერგანის და მენტორის შემთხვევაში 23%-ს აჭარბებს, პოლიტექის შემთხვევაში 16%-ია. ნებისმიერი გართულება მოტივას შემთხვევაში დაყვანილია მეგობრებო მინიმუმამდე 12%-მდე, მაშინ როდესაც ალერგანის და მენტორის შემთხვევაში 41%-ს აჭარბებს, პოლიტექის შემთხვევა კი 39%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-თან არის მიახლოებული. ეს ვიდეო აუცილებლად შეინახეთ, იმიტომ რომ აუცილებლად გამოგადგებათ და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით და სწორი არჩევანი გააკეთეთ.